მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად ყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ბატონი რამაზ ხალვაში. მოგესალმებით ბატონო რამაზ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ გადაცემაში, რადგან ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენს მთავარ უმაღლეს დაწესებულებაში, რეგიონის მთავარ უმაღლეს დაწესებულებაში რა მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება, ყოველთვის ასახვა პოვოს ჩვენ გადაცემაში, რადგან ჩვენი გადაცემა ემსახურება არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის წარმოჩენას, არამედ ზოგადად განათლების და კულტურის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს და ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა თქვენი კვლევების შედეგები, არა მხოლოდ ჩემთვის როგორც წამყვანისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რომელიც დაინტერესებულია და მუდმივად თვალს ადევნებს ჩვენს გადაცემას. თუ შეიძლება რომ გვითხრათ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. დღეს ვისაუბრებთ ორ წიგნზე. პირველი 2024-ში გამოვიდა პელაბუსერისის თხზულებათა სრული კრებული და მეორე ეხლახან გამოვიდა ეს არის დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი ტექსტი, ინტერტექსტი და სტროფობრივი ანალიზი. და რაც მთავარია, როგორც ვიცი, ჯერ მე არ გაუცნობი ვარ, მაგრამ თანამედროვე ქართულით არის შესაძლებელი წაკითხვა რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილის და გაგება აი ჩემნაირი მკითხველისთვის. კი ბატონო, ეს ასე ვთქვათ სტანდარტად დავამკვიდრე ძველი ქართული ტექსტები მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ არც ისე შორს არის ვთქვათ ძველი ქართული ენა თანამედროვე ქართულისგან, მაგრამ მაინც შორსა ძნელია გაგება, ლექსიკა იქ განსხვავებულია მოკლედ და ამიტომ პელაბუსერისის ყველა თხზულებას დავურთე თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმანი და ასევე გალობანი სინანულისანის ტექსტსაც დავურთე. კი, იმას გულისხმობ, რომ ანუ უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, იმას გულისხმობ, რომ მკითხველი ვარ, რომელიც გადავშლით თუნდაც ჰაგეოგრაფიულ ნაწარმოებებს, თუნდაც აი 8-10 საუკუნის წინ დაწერილ ტექსტებს გაგება არა რთული, მაგრამ აი წყალივით არ იკითხება. კი ბატონო, და რაღაც უკმარისობის გრძნობა სპეციალისტებსაც კი გვაქვს ტექსტებს რომ კითხულობთ, იმიტომ რომ გვიწევს კვლევა, რა თქმა უნდა, ახლა აი კვლევაც მაგას ამას ნიშნავს, ხო? გაარკვიო რის თქმა, ეს ტერმინი რას ნიშნავს, თქვათ, რასაც იყენებს მაგალითად მეფე დავით აღმაშენებელია რა. აღმოჩნდა რომ ვთქვათ კვლევის ამ ეტაპზე ვთქვათ უკვე არსებული გამოკვლევები, რაც არსებობდა ვთქვათ, არა და არსებული ინტერპრეტაციები ზოგიერთი დააყენა ეჭქვეშ. იმიტომ რომ ჯერ ერთი ავიღოთ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია და ფილოსოფიური, რაც დავით აღმაშენებლის ტექსტში ხდება სპეციალური, ვთქვათ, კვლევის ობიექტი, მონოგრაფიული კვლევის ობიექტი არ გამხდარა და სხვათა შორის ეს აისახა კვლევის მდგომარეობა, თანამედროვე მდგომარეობა თარგმანებზეც. იმიტომ რომ ვთქვათ, რა დონეზეც გვესმის, ვთქვათ, ტექსტი, სპეციალისტებს ესმით, ვთქვათ, ანალოგი ამით ხელმძღვანელობენ მე თარგმნელები. და ვიღებთ შესაბამისი ხარისხის თარგმანებს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ახალი კვლევა, ვთქვათ, რაც ითვალისწინებს, ვთქვათ, ტექსტთან უფრო მეტად დაახლოებას, ინტერტექსტურ კვლევას, ეს რა თქმა უნდა სამომავლოდ ხელს შეუწყობს კარგი თარგმანების
დაბადებასაც. რა თქმა უნდა. ისიც რა მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ აი ეს ეტაპები. რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა, ეს მაინტერესებს და მეორე ანუ იგულისხმება, რომ როდესაც თქვათ დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანის იკვლევთ, ამავე დროს იკვლევთ იმ პერიოდში დაწერილ სხვა ტექსტებსაც, რომ შედარება გააკეთოთ, ხომ? ეს იგულისხმება ინტერტექსტი. ძალიან, აი გეტყვით, არა მარტო ტმელაბუსერის ეს ვიკვლევ მთელი ჩემი თქვათ მოღვაწეობის მანძილზე, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან და 2 დისერტაცია მიუძღვენი და ბევრი ჩვენ აჭარაში ხა განსაკუთრებით რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ავტორია. რაც შეეხება გალობანის სინანულისანის ტექსტს, მე ძველ ქართულ ლიტერატურას ვასწავლე და სტუდენტებისთვის ჰქონდა გამზადებული კომენტირებული ტექსტი. თუმცა მაინც ვაპირებ, ჩანაფიქრი მქონდა, რომ მინდოდა მონოგრაფიულად ეს ტექსტი გამომეცა, შემესწავლა და ეს ჩანაფიქრი განახორციელა ზამთარში, მოკლედ 6 თვე, ბოლო 6 თვე მოვუდი, რომ საბოლოო სახე მიმეცა ამ კვლევისთვის, იქ შევიტანე ტექსტი პარალელებით ბიბლიური პარალელებით ინტერტექსტური გამოკვლევა, თარგმანების შესახებ გამოკვლევა და სტროფობრივი, ტაიპობრივი ანალიზი. და ასევე საინტერესოა, აი ამ ტექსტების კვლევისას თუ გაქვთ ხოლმე ურთიერთობა, კავშირი, თუნდაც აი სასულიერო პირებთან, თეოლოგებთან, ვინც ამ ტექსტებით, ანუ მეორე ეკლესიის მხრიდან არიან ჩართულები, იმიტომ რომ თუნდაც სემინარიების დონეზე, ვიცით, საპატრიარქოს აქვს ცენტრი, რომელიც იკვლევს ამ ტექსტებს, აი ამ ხალხთან, ამ სპეციალისტებთან თუ არის რაღაც კავშირი, რომლებიც აი ამ გათანამედროვეობაში რაღაც წვლილი შეაქვთ თუ არა? რა თქმა უნდა, როცა გამოვეცი ბელაბუსერის თხზულებათა სრული კრებული, მქონდა წარდგენა თბილისის სასულიერო აკადემიაში. აი ამას გულისხმობდი, ხო? დაახლოებით 1 საათიანი ეს იყო წარდგენა. კვლევის შედეგები წარადგინა და უპასუხე კითხვებსაც, იქ სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, სტუდენტებიც და ჩემი კოლეგებიც. ხო, რა თქმა უნდა. და ეხლა რაც შეეხება ინტერტექსტურ კვლევას, აი ინტერტექსტურ წევა ვერ დავასრულეთ. აი არის ასეთი ტექსტი, აი მაგალითად ტმელაბუსერისის ერთ ძალიან საინტერესო ტექსტია. გალობანი წვალებელთა შეჩვენებისანი და ამ ტექსტის შეიძლება ითქვას, რომ 90% წყაროების, პირველ წყაროების დავადგინე და ამ პარალელური ტექსტების სახით შევიტანე გამოკვლევაში. სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ვთქვათ, ეს ტექსტები ამ სასულიერო ავტორებმა იციან ზეპირად ხშირ შემთხვევაში, მათ უფრო კონცენტრირებული აზროვნება აქვს შუა საუკუნეებში, ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი მეხსიერება დანაგვიანებულია ინფორმაციით, რაც არ ჭირდება საერთოდ და იკავებს ადგილს მოკლედ ჩვენს მეხსიერებაში. გალობანის სინანულისანის თქვენ წარმოიდგინეთ, აი ინტერტექსტურმა კვლევამ წარმოაჩინა დავით აღმაშენებლის განათლება, როგორი განათლება, იცით, აი ეს პირველ ხარისხოვანი შეიძლება ითქვას, რომ ღრმად განსწავლული პიროვნება წარმოდგა ჩვენს სიყვარულში, ბრავალ მხრივ, ჯერ ერთი რომ პირველი დაწყებითი განათლება აქვს მიღებული, ეს გულისხმობს წმინდა წერილის შესწავლას. წმინდა წერილი მან ზეპირად იცის. ხო, ფაქტობრივად აი ერთ პარალელს მოგიყვანთ, რომელიც ეხლა ხან ამ წიგნში შევიტანე, რა თქმა უნდა, და პავლე სხვათაშორის მისი ბიოგრაფია ამბობს, რომ ის იყო წიგნების კითხვით გატაცებული და უყვარდა წიგნებს დაქონდა თან ყოველთვის. ლაშქრობებშიც კი და მე თვალით მინახავსო, მემატიანე ამბობს 60 ქულო მისი 60 ქულო ხელნაწერი და რამდენჯერაც წაიკითხავდა ბოლოში
ჯვარს სვამდა და 24 ჯერ ქონდა წაკითხული 60 ქულო 24 ჯვარი დაუთვალე. ეს პირდაპირ მის საოცრება. და ცხადე ნიშანდობლივია, რომ ზეპირათიცის 60 ქულო და 60 ქულოს ციტირებს თავის საგალობლებში. აი რა პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფლად ყოველთათვის ცხოვრებად, რომელთაი პირველი მე ვარ. ანუ ყველას ხსნისთვის მოევლინა ქრისტეო და მათ შორის პირველი მე ვარო, ცოდვილთა შორის პირველი. ახლა ამას იმეორებს დავით აღმაშენებელი. ცხონდნენ ცოდვილნი, რომელთაი პირველი მე ვარ. იგივე სიტყვები გაიმეორა და სხვათა შორის იქ ჩასვა საგალობლებში აქ პირველი, საშუალი და დასასრულიც მე ვარო. ეს საშუალი და დასასრული უკვე მან აიღო ესეც მის ცოდნას ზე მიუთითებს, რომ მან იცის არეოპაგიტიკა. მას საკითხული აქვს არეოპაგიტიკა, ეს სამი საფეხური პირველი, საშუალი და დასასრული, ეს არის იერარქიის სამი საფეხური, რომელზეც საუბარია არეოპაგიტიკაში. ანუ ხედავთ, ერთი წინადადებაა და ფაქტობრივად ორი ტექსტი აძლევს საშუალებას გავიგოთ რა იტევდა ეს ერთი ადამიანი, ხო? ორი ტექსტის პარაფრაზი მოახდინა და აი ძალიან საინტერესო, სულ ახალი ისინი გამოვლინდა წყაროები ამ ტექსტის და სხვათა შორის აი ერთი ასეთი ის არის მეო რომელი აი ასეთი ის არის მანგლისაგან ფრინვალესა ფრინვალი მანგალი ანუ ფრინავი ნამგალი ეს სხვათა შორის აი ესეთი ეს კონკრეტულად არის ციტირებული პარაფრაზირებულია ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნი სადაც ზუსტად ფრინვალი ნამგალი მანგალი ძველ ქართულად იხსენიება და რა წერია სხვათა შორის ეს არის სეპტუაგინტას შეცდომა ანუ მოგეხსენება ძველი აღთქმის ორიგინალი დაწერილი არ არის ბერძნულ ენაზე ბერძნულ ენაზე ყველაზე ავტორიტეტული თარგმანია სეპტუაგინტა და სეპტუაგინტაში არის შეცდომა დაშვებული არამეულიდან თარგმნილი ხო და აი ორიგინალში წერია აფრიალებული გრაგნილი და გრაგნილი და ნამგალი ერთმანეთს ბრაულერაზე და აქედან გამომდინარე სეპტუაგინტაში მივიღეთ შეცდომა. ქართულ თარგმანში ეს შეცდომა გადმოვიდა. რა თქმა უნდა, რა ბერძნულიდან რადგანაა თარგმნილი? ეს ამ შეცდომას იმეორებს დავით აღმაშენებელიც. ხო, დავით აღმაშენებელის ცოდვა ამ შემთხვევაში არ არსებობს. ის ანგარის უწევს ბიბლიოლოგიურ ტრადიციას ქართულ. კანონიკურია ეს ტექსტი უკვე, გასაგებია. აი ასეთი ეს არის კიდევ ვთქვათ დავით აღმაშენებლის ბიოგრაფია ამბობს ისევ რომ ერთხელ ლაშქრობაში ავჭალაში იყო მოკლედ ჩასაფრებული ჯარი, მოკლედ და ჩანაფიქრი ჰქონდათ ისე რომ ქარავანზე უნდა მიეტანათ დარტყმა რომელიც თბილისში იყო შესული. ესმით ჯერ თბილისი არ ჰქონდათ აღებული და ამ წიგნების კითხვით ისე გართულა რომ უკვე დაწყებულა ბრძოლა და მერე გაუგია და მერე ჩარდა. ამ დროს კითხულობდა ის ღვთისმეტყველს. რა არის ღვთისმეტყველი? გრიგოლ ღვთისმეტყველის წიგნს. გრიგოლ ღვთისმეტყველი უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბიბლიის შემდეგ ციტირების ინდექსით მეორე ადგილზე დგას ავტორი, ერთი ავტორი და ეს გახლავთ გრიგოლ ღვთისმეტყველი. ანუ ეს ნახოთ მე-14 საუკუნის ბერძენი, ხო? მე გრიგოლ ღვთისმეტყველი და რა თქმა უნდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ფრაზებიც არის ამ ტექსტში, გალუბანის ინანულის არის ტექსტში. ძალიან მოკლედ არის ძალიან რა საინტერესო ამბები გითხარით. არის ასეთი აპოკრიფული ტექსტებიც, მაგალითად მანასეს ლოცვა. სახარებისეული აპოკრიფული ტექსტები. ეს არის ძველი აღთქმის აპოკრიფია, მანასეს ლოცვა, მანასე იყო მოგეხსენებათ ისრაელის მეფე, რომელიც იყო ცოდვილი ჯერ და მერე მოხდა
დიდი გარდატეხა მის ცხოვრებაში და მოინანია მან ეს ყველაფერი და ეს სინანული გამოხატა ლოცვაში, მანასეს ლოცვაში. ოღონდ ეს კანონიკურ ტექსტებში არ არის ეს ლოცვა, მანასეს ლოცვა შეტანილი. სამაგიეროდ არის ძალიან პოპულარული ტექსტი, აი ასეთი დავით აღმაშენებელი თანხმდებით მის ფრაზას. მთელი ერთი სტროფი მანასეს ლოცვის მოტივებზე აქვს აგებული დავით აღმაშენებელს და აი რას ამბობს აწ მომდრეკელი მუხლთა გულისათაი. აი როგორი ის არის მუხლი გასაგებია რომ გულის მუხლი ეს არის ეს წარმოდა ეს პირდაპირ ეს არის აღებული მანასეს ლოცვიდან და აი მთელი ეს და ეს მანასეს ლოცვა, ანუ აპოკრიფული ტექსტები ამ დროს საქართველოში იყო ხელმისაწვდომი. კი, რა აპოკრიფული რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ უძველესი რედაქცია იონე ზოსიმეს ხელნაწერებში გასაგებია. ნახე ამ მანასეს ლოცვის და ანუ გვიანდელი რედაქცია უკვე ბაქარის ბიბლიაშია შეტანილი, უკვე ტექსტში, ბიბლიის ტექსტში. დაამატეს, ხო. კი, უკვე აპოკრიფი შეიტანეს. იყო სხვათა სეპტუაგინტაშიც შექონდათ ხოლმე, ასე რომ ეს ტრადიცია არსებობდა. აი გრიგოლ ღვთისმეტყველზე გითხარით კიდე რაც თავარი კიდე საღვთისმეტყველო ტერმინები მათი გაგება როგორი დახვეწილი ეს არის რა ქვია ისინი აქვს აზროვნება მისი საღვთისმეტყველო მას ის ამაზე სხვათა შორის მას აქვს ну ღვთისმეტყველად წარმოგვიდგება ხო არა როგორც საერო კაცი არამედ და სხვათა შორის მის განათლებაზე მოგეხსენება ზრუნავდნენ თავდაპირველად გიორგი ჭყონდიდელი მერე მისი ნათლია და მოძღვარი იყო არსენი იყალთოელი და არსენი იყალთოელი იყო უპირველესი მოაზროვნე იმ პერიოდის საქართველოში და ამ ტანდემმა შეიძლება ითქვას არსენი იყალთოელის და დავით აღმაშენებლის ძალიან მათმა თანამშრომლობამ ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა საქართველოს თქვათ ეს რუისურნისის საეკლესიო კრება იქნება რევოლუცია ფაქტობრივად დიდი შულის კანონი რომელიც სწორედ ამ ტექსტ ამ კრებისთვის ითარგმნა არსენი იყალთოელმა თარგმნა მე ასევე გელათის აკადემიის დაარსება რა თქმა უნდა გელათის დავით აღმაშენებელი როგორი მოკრძალებული იყო არსენთან მიმართებაში არის მისი ასეთი გამონათქვამი შემორჩენილი ერთ-ერთ ხელნაწერში მე ანუ თავის ცხოვრებას ასე ათარიღებს დავით აღმაშენებელი მე იმ დროის ვარო როცა არსენ ბერიო შიუმღვიმეში თავის სენაკში წვაო ანუ და ცვილი თუ აია სოფიას აქანდაკებდაო ნოსელს ორიგინალთან და დედანთან შეაწონებდა და დოგმატიკონს წერდაო და ესე იგი როგორ ადევნებს თვალყურს და დამთამაშენებელი არსენის მოღვაწეობას საღვთისმეტყველო ტექსტებს რომ თარგმნის და რომელს ის აბსოლუტურად არის კურსში და სხვათა შორის მისი დაკვეთითაც ქმნის თარგმანებს დიდი შულის კანონი რა თქმა უნდა დიდი კანონი ასევე ანდრია კრიტელის იგივე სინანულის კანონი არსენ იყალთოელმა სწორედ დავით აღმაშენებლის დაკვეთით თხოვნით თარგმნა და ამ წიგნში ჩვენ შევეცადეთ წარმოგვეჩინა ისე რომ დავით აღმაშენებელი თვითონ მონაწილეობს ამ თარგმნის პროცესში საინტერესო ის არის რომ ის რეალიები რაც ქართულ თარგმანში არ შევიდა მანიცის და ეს რეალიები არეკლილია მის საგალობელში არეკლილი და ეს იმას ნიშნავს რომ ის იცნობს ბერძნულ ორიგინალს და ორიგინალში კითხულობდა ჩვენი მანიცის ენები ბერძნული სომხური
ალბათ არაბულიც სპარსული ენა შეიძლება საერთაშორისო ენა იყოს კი ბატონო და არაბულიც სავარაუდოდ ხო ნუ გაყარა ეს ხო მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ ამ ყველაფრიდან რომ ესეც ვიცოდით ალბათ მაგრამ კიდევ უფრო დავწუნდით რომ საერო აი ამ უდიდეს საქმეების პარალელურად ქონდა ყოველთვის პოულობდა იმისთვის დროს რომ აი ამდენად ბევრი გაეკეთებია სულიერებისთვის, ხო? აი წარმოუდგენლად როგორ ზრუნავს განათლებაზე ეს ცნობილი ფაქტია რომ გელათის აკადემიის დაარსება ეს ერთი შეარჩია 40 ახალგაზრდა საქართველოში და გაუშვა ჯერ კიდევ როცა არ არსებობდა გელათის აკადემია გაგზავნა კონსტანტინოპოლში განათლების მისაღებად და ისინი მერე დაბრუნდნენ საქართველოში რა თქმა უნდა. სხვათა შორის აი რუის ურნისის კრებაზე, როდესაც რამდენი ბევრი წყარო მაქვს დაკითხული, ერთ-ერთ წყაროში შევხვდი, რომ როდესაც დაიწყო კრებაო პირველ რიგში გამოვიდნენ სასულიერო პირები, რომლებმაც დაიწყეს აი რაღაც სასულიერო დოგმებზე გარჩევა, რომ აი რა უნდა შეიცვალოს ჩვენში და იქ დავით აღმაშენებელი ერთ მომენტში ამბობს, რომ თქვენო გააგრძელოთ, მე გავალ და დაგიბრუნდებით და რაღაც პერიოდი ვფიქრობდი რომ შეიძლება იმიტომ თქვა რომ არ აინტერესებდა ალბათ კი არ აინტერესებდა უბრალოდ იმდენად კარგად იცოდა უკვე ისინი რაზეც ლაპარაკობდნენ რომ ალბათ მაგიტომ გავიდა აი ახლა თქვენი ნასაუბრებიდან იმიტომ რომ სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ ამ ტექსტში არა მარტო საღვთისმეტყველო იურიდიული ტერმინებიც არის ეს ივანე ჯავახიშვილს აქვს სხვათა შორის ყურადღებული ეგ ძალიან საინტერესო დასკვნებიც აქვს ივანე ჯავახიშვილს და აქაც ჩანს ზუსტად ისა რომ ის არა ღვთისმეტყველება იურისპრუდენცია მას ერთ აინტერესებს და ეს ყველაფერი თავს იყრის რაღაცნაირად მაინც რუის ურნისის საეკლესიო კრებასთან და იმ ძეგლის წერასთან სხვათა შორის რომ საიდანაც ფრაზები რაღაც ლექსიკა არეკლილია ამ საგალობელში. ოღონდ ერთი ის არის რომ ის არის მაინც წასული ეპოქა. ამას წერს 1125 წელს. უკვე მოლეული აქვს მთავარი კი. და ის არის რუის ურნისის საეკლესიო კრების შემდეგ უფრო დაიხვეწა საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია. იგივე არსენ იყალთოელის სხვათა შორის ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით რომ არსენ იყალთოელი ეფრემ ცირესთან ერთად თარგმნის ივანე დამასკელის ტექსტს შავმთაზე სირიაში. კი. ანუ იმას ეხმარება თავის მასწავლებელს ეფრემ ცირეს და მასთან ერთად თარგმნის წყაროწოდნისა ის, მაგრამ და როგორ ჩანს დავით აღმაშენებლის თხოვნით ის ხელახლა თარგმნის იმას ამ წყაროწოდნისა ის და ძალიან საინტერესო რა არის, იცით რომ აი როცა პარალელებს ვავლებთ უკვე ამ წყაროწოდნისა ის ანუ გარდამოცემა იქ ძირითადი ტექსტი კატეხიზმო ასე ვთქვათ სჯულის სახელმძღვანელო ხო? აი იქ პარალელებს როცა ვავლებთ აღმოჩნდება რომ სწორედ არსენისეულ რედაქციასთან არის თანხმედრა გალუბანის სინანულის არის და არა ადრეული მანამდელის ხო? აი საინტერესო რომ იგივე ტექსტთან თანხმედრა აქვს ოღონდ ორივე რედაქციასთან ეფრემისეულ და არსენისეულ რედაქციასთან ერთ ტექსტში რაღაც უპრეცედენტო ფაქტია ყველა აბუსერისის. ანუ აქ ამ მოვლენებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ თითქმის 80 ხო? ყველა აბუსერისი დაკავშირებულია სხვათა შორის გალუბანის სინანულის არის ტექსტთან, უნდა გითხრათ რომ მისი ხელნაწერი 85 ხელნაწერი შეიცავს ყველაზე ძველ და ყველაზე სანდო ნუსხას გალუბანის სინანულის არის. რას ამბობთ, რომ საინტერესო. და მეცაც გეტყვით, გალუბანის სინანულის არის ტექსტში არის ასეთი 33 სტროფია. კი. აქედან 8 არის ღვთისმშობლისა და ყველა ღვთისმშობლისა არის საღვთისმეტყველო შინაარსის. და დაგვიდით რა ხდება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სტროფები არის საღვთისმეტყველო შინაარსის. ეს იდეა პირდაპირ აიღო ყველა აბუსერისძემ და მან დაწერა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი დოგმატური და საღვთისმეტყველო შინაარსის. ასე ქვია გალუბანი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისანი
სარწმუნოებისათვის მართლის. აჰა, უკვე მოგვცა კანონიკური ტექსტი, ხო? პირველ რიგში სანამ კიდევ კითხვას დაგისვამთ, მოკლედ ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი დაახლოებით მე ჩემი გაგება ასეთია, რომ მას შემდეგ, რაც დიდი სქიზმის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩა, რუის ურბნისის კრებამდე არ გქონდა აი ამ მხრივ, სასულიერო მხრივ ყველაფერი დალაგებული, ხომ? ტერმინოლოგიით დაწყებული, წესებით დამთავრებული და რუის ურბნისის კრება ბევრს წარმოუდგენია, როგორც რაღაც აი ესეთი მხოლოდ ვიღაცების დასჯა და რაღაც აი ესეთი მეფის გალაშქრება. რუის ურბნისის კრება გამოდის, რომ იყო ის, რამაც დაალაგა საბოლოოდ მართლმადიდებლობა. მანამდე დროც არ ჰქონდათ, ეხლა არ იყო საშუალება ალბათ ხომ? სხვათა იყო მცდელობა ბაგრატ მეოთხის დროს 1060 წელს ბაგრატ მეოთხემ საქართველოში სწორედ ამ მიზნით მოიწვია რეფორმის გასატარებლად მოიწვია გიორგი მთაწმინდელი. სხვათა შორის 5 წელი დაყო გიორგი მთაწმინდელმა საქართველოში და ფაქტობრივად აი ეს რეფორმა დაიწყო უკვე რაც მერე დაგვირგვინდა რუის ურბნისის. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიას, რა თქმა უნდა, ეს იყო ათონის ლიტერატურულმა სკოლამ აქ წამყვანი როლი ითამაშა. მერე თელ სამყაროში. რა თქმა უნდა, შავი მთის ლიტერატურულმა სკოლამ და ეფრემ მცირემ და რა თქმა უნდა, გვირგვინი მერე ამის გახდა გელათის ლიტერატურული სკოლა. ხო, აი ეს პასუხი მაინტერესებდა ზუსტად, ძალიან დიდი მადლობა. და ბოლოს ალბათ კიდევ ერთხელ რომ მიუბრუნდეთ პელაგუსელისძის ღვაწლს აი ამ თელ ამ სფეროს ვიტყვი ალბათ, ხომ, სასულიერო სფეროში. ტბელაბუსელიძე არის გელათის მოღვაწე, ანუ გელათში მოღვაწეობს. ის არის მოძღვარიც, პედაგოგიც და მეცნიერიც ამავე დროს და ძალიან საინტერესო მწერალი კიდე. ხო. ერთი მოთხრობაზე, ერთი მოთხრობა აქვს დაწერილი სხვათა შორის, ერთი ტრაქტატი აქვს სამეცნიერო და სამი საგალობელი კიდე და ორიგინალური ეს არის, მაგრამ მისი ხელნაწერი რეალურად ეს არის ფაქტობრივად მისი ნამუშაკები ასევე. არქივარიუსაც ითავსებს. არა, იცით გადააზრებას ახდენს და მემკვიდრეობის დიდძალი ლიტერატურული მემკვიდრეობის, რომელიც წინა თაობებმა დატოვეს და ფაქტობრივად იცით რა, ახლა ისეთი ამაზე შორს აგვიყვას ამაზე საუბარი. ერთ მოთხრობაზე გეტყვით, აი მოთხრობა ეძღვნება წმინდა გიორგის სასწაულებს, ასე ქვია. წმინდა გიორგი მოგეხსენებათ ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ის არის წმინდანი მფარველია ჩვენი წმინდა გიორგი და სხვათა შორის ერთადერთი ორიგინალური აგეოგრაფიული ტექსტი ეძღვნება და ესეც ტბელაბუსელისძემ მიუძღვნა და შინაარსი რა არის ახლა საინტერესო რომ შინაარსი არის ასეთი. ერთი ამბიციური ხელოსანი აშენებს ეკლესიებს. ბევრი ეკლესია აუშენებია და ბოლოს გადაწყვეტს, აი იმდენად ამბიციურია უკვე რომ გადაწყვეტს რომ ააშენოს ეკლესია სხვების აბსოლუტურად დახმარების გარეშე. მარტო, ხო. აი ეს შესაძლებელია ადამიანის შესაძლებლობებზე ეკლესიაზე ესო და ეკლესია ააშენა ამან ეს არის ბოლოკ ბასილი ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი რა თქმა უნდა თავისი შესაძლებლობებით ნამდვილად წმინდა გიორგი აი ტექსტის არსი გახლავთ ისე რომ ადამიანს შეუძლია ადამიანს ბევრი რამე შეუძლია და ეს საკითხი დაისვა, იცით, რამდენი რამე შეუძლია ერთ ადამიანს შეცვალოს და აი ეს საკითხი დასვა ტბელაბუსელისძემ ამ ტექსტში. როგორი ის არის? მასწა რაღაც სასწავლებელი, მასწავლებელი ხო. ძალიან ყველა ნაბიჯი, ყველა ეპიზოდი შეიცავს რაღაც სწავლებას, მორალს და ბიძგს რაღაცნაირად, იცით?
ძალიან საინტერესოა ყველაფერ ამის მოსმენა, არ გინდა რომ დამთავრდეს ადამიანს, იმიტომ რომ ნაკლებია მაინც საზოგადოებაში ცნობიერება ამ ტიპის მოღვაწეების და ტექსტების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთ კითხვასაც დაგისვამთ, რაც შეეხება თაობებს, რომლებსაც ზრდით ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში. დაინტერესება რამდენად არის? გულწრფელ დაინტერესებას გულისხმობ, რა თქმა უნდა. ფილოლოგები ცდილობენ რომ აბარებენ, ამთავრებენ და რამდენადაა დაინტერესება ამ შემთხვევაში თქვენი სპეციალურად ძველი ქართული ტექსტების მიმართ? კვლევას გულისხმობ. კი ბატონო, პროცენტულად შეიძლება ითქვას, 20-25% სტუდენტების ნამდვილად არის მოსული უნივერსიტეტში იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად და ეს არის ძალიან კარგი სხვათაშორის. ძალიან კარგი შეფარდებაა. კი, სხვათაშორის და ისინი არიან მოტივირებული და მე ვგრძნობ როგორები არიან განსხვავებას, როგორები იყვნენ ისინი ჩვენს კურსზე რო შემოდიან და შემდეგ განსხვავება არის ძალიან დიდი და მე მიხარია რომ მათ ჩამოყალიბებაში და მათ სულიერ სრულყოფაში კი ბათუმის უნივერსიტეტში იმდენი და ისეთი ხარისხის პროფესორ-მასწავლებლები არიან ახლა ამ შემთხვევაში ფილოლოგიას გულისხმობ რომ დარწმუნებულები ვართ ყველანი რომ ნამდვილად დიდი პროფესიონალები გაიზრდებიან ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, რაც თქვენ დღეს ილაპარაკეთ და არა მარტო ჩემთვის, ვიცი რომ მაყურებელისთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნაკლებობა გვაქვს აი ამ ტიპის ადრე ჩემს ბავშვობაში, თუნდაც საქართველოს ტელევიზიის პირველ ხაზზე იყო სპეციალური გადაცემები მიძღვნილი, რომელსაც შეგეძლო დამზადიყავი ვეგეყურებინა ადამიანს. თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ თქვენი გადაცემით. ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა. კიდევ აუცილებლად უნდა გვესტუმროთ, იმიტომ რომ ყოველთვის გვაქვს იმის საშუალება და დრო, რომ მსგავსი თემები გავაშუქოთ და ამ შემთხვევაში ცოტა ეგოისტურად გამოდის, შეიძლება პირველ რიგში მე მაინტერესებს ის, რასაც თქვენ საუბრობთ და შემდგომ მაყურებელსაც ძალიან დაინტერესებს. დიდი სიამოვნებით ყოველთვის მზადვარო ვითანამშრომლო თქვენთან. გისურვებთ წარმატებას. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას, ძალიან საინტერესო გადაცემას და შევხვდებით მომავალ კვირას ეთერში. კარგად ბრძანდებოდეთ.